რახანია რამდენიმე დღეა ვიდეობლოგი არ ჩამიწერია, არსებობს ობიექტური მიზეზები, უნდა მომიტევოთ, უნდა მაპატიოთ და დავიწყოთ ერთი ძალიან საინტერესო თემით. საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლება ბანდა ქართული ოცნებისა არ ამთავრებს ანტი-ევროპულ კამპანიას, რომლის სათავეებთან გასაკვირველია ბიზინა ივანიშვილია პირველ ყოვლისა, მაგრამ გამხმიანებლები არიან საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლება ბანდა ქართული ოცნების ცალკეული სპიკერები. პირველ ყოვლისა გასაკვირველია გვახსენდება შალვა პაპუაშვილი, მაგრამ რატომ მხოლოდ შალვა პაპუაშვილი? ირაკლი კობახიძეს არ ჩამორჩება ხანდახანზე ხშირად კოლეგა მეგობარ შალვა პაპუაშვილს, სხვები დეპუტატებად წოდებულები, მინისტრებად წოდებულები და განსაკუთრებით რასაკვირველია, არა მხოლოდ ტროლები, რომლებიც სოციალურ ქსელში აქტიურობენ, არამედ რეალური ადამიანებიც, რომლებიც პოსტავენ და ამბობენ, რომ ევროკავშირი არის ჩვენი მოწინააღმდეგე, ევროკავშირი არის ჩვენს მიმართ ტრულად განწყობილი. სივრცე საჯარო პირები, პირველ ყოვლისა, ისინი არიან გამოსარჩევნი ამ თვალსაზრისით და მათზეა სალაპარაკო, მაგრამ აგრეთვე სალაპარაკოა საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლების დამატება წაგრძელება მედია საშუალებებზე და ამ მედია საშუალებებიდან დასაკვირველია ყველაზე პოპულარულზე ბჭყალების გარეშე იმედზე, რომელიც რასაკვირველია სუსიდან და პარტიის ცენტრალური ოფისიდან იღებს შეკვეთებს, როგორ უნდა გააჩაღოს, გაათმაგოს, გააოცმაგოს თუ 250 მაგოს, 41 მაგოს კამპანია ევროკავშირის წინააღმდეგ. ეხლა მე მინდა აგიხსნათ პირველ ყოვლისა როგორ კეთდება ესეთი სახალხო გამოკითხვები მედიის განსაკუთრებით პროპაგანდისტური საშუალებების მიერ. მათ აქვს ამოცანა, რომ არამც არავითარ შემთხვევაში არ გააცნონ ფართო აუდიტორიას ის მოსაზრება, რომელიც არ აწყობს პარტიას სულს უშუალოდ ბიზინა ივანიშვილს, რუსეთს და ასე შემდეგ. წარმოუდგენელია კამერით მიადგე, ჩართული კამერითა და მიკროფონით მიადგე. მიკროფონი აქაც ამაქვს, ხო? აი ეს მიკროფონია. მიკროფონით მიადგე ყველას, ერთი მეორეს მიყოლებით თბილისში და ქალაქში, ნებისმიერ ქალაქში. მიადგე ამომრჩეველს, საქართველოს ზრდასრულ მოქალაქეებს და უკლებლივ ყველამ ერთი მეორეს მიყოლებით ერთი და იგივე შინაარსის პასუხი გაქცეს. მაგალითად, როცა ეკითხები, რომ როგორი არის ამას ეკითხებიან, აი როგორ აფასებთ პაվել ხერჩინსკის განცხადებას, რომელმაც თქვა ის რაც თქვა და ამაზეც ვისაუბრებთ ცხადია. წარმოუდგენელია, რომ პირველმა, მეორემ, მესამე, მეოთხემ, მეხუთემ და ასე შემდეგ ყველამ, აი 10 გამოკითხულია პირობითად, ხო? 10-ვე გამოკითხულმა თქვას, რომ ხერჩინსკი რა საშინელი ტიპია. ხერჩინსკი არის საშინელი ტიპი, რომელიც ქვეყანას მტრობს და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე, როცა ჩაწერენ შავ მასალას, და ამ შავ მასალაში გარწმუნებთ, რომ ყოველი 10-დან 8 პასუხობს მათთვის საწინააღმდეგო პასუხს წემს, სუსისთვის, ქართული ოცნებისთვის, უშუალოდ ბიზინა ივანიშვილისთვის, არც ელაპარაკება ზოგი საერთოდ. 2-ს ამოკრებენ, მერე მეორე ათეულს ჩაწერენ, კიდე 2-ს ამოკრებენ, მერე ამ 2-ს და 2-ს მიაერთიანებენ ერთმანეთთან და გამოვა, რომ 4 ადამიანმა გასცა პასუხი, მაგრამ წარმოჩენილია ისე, თითქოს 100%, ვინც კი გამოჰკითხეს, 100% ანტიევროპულ და ამ შემთხვევაში ხერჩინსკის საწინააღმდეგო განცხადებას აკეთებს. მედია, უпростоრად მედიად წოდებული ამ შემთხვევაში ტელეკომპანია იმედი დასანქცირებული, რასაკვირველია ეს უნდა აღვნიშნოთ ქეშით რომ იღებენ თანხას, არანაკლები დამნაშავეა იმაში რომ აღასრულებს ამ სულ არ მიყვარს მორალზე ყურადღების გამახვილება, ზნეობასა თუ მორალზე, მაგრამ ამ ამორალურ და ქვეყნის ინტერესებისთვის მაზიანებელ საშინელ ბრძანებებს და თუ რომელიმე მედიად წოდებული თანამშრომელს გონია, რომ ისინი გადაურჩებიან ერთგვარ არასისხლის სამართლებრივ ან ადმინისტრაციულ, მაგრამ მორალურ კიდევ ერთხელ ვიტყვი პასუხისმგებლობას გარკვეული პერიოდის შემდეგ, ეს ვინმე ვინც ასე ფიქრობს, ჟურნალისტებად წოდებულები, აი ამგვარ გამოკითხვებში რომ მონაწილეობენ, ან ამგვარ სიუჟეტებს რომ აკეთებენ, ან ამგვარი სიუჟეტების წარდგენას რომ აკეთებენ, ხო, რუსთავი ორზე, იმედზე და საზოგადოებრივ მაუწყებელს და ასე თუ ისინი ხმათ გონიათ რომ გადაურჩებიან პასუხისმგებლობას მორალურს პირველ ყოვლისა, ისინი მწარեցდებიან, იმიტომ რომ ისინი არიან, იმიტომ კი არა რომ რაღაც განსაკუთრებული დანაშაულია მორალის საბოლოო ჯამში ინდივიდუალურია, მაგრამ ისინი აკეთებენ, ისინი აწარმოებენ რუსული მეთოდებით საქართველოს საზოგადოების ტვინთა რეცხვის კამპანიას და ტვინთა რეცხვის კამპანია კი ისე რეალურად შეიძლება სისხლის სამართლის დანაშაულის კი იყოს, არ ვედავები და არ ვამბობ, რომ ისინი აუცილებლად სისხლის სამართლის დანაშაულზე გავლენ,
როცა იქნება მაშინ როცა ბრალი წაეყენება საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლების ძალიან ბევრ წარმომადგენელს, მაგრამ ის კი ითქმება, მათი მარგინალიზაცია კი მოხდება, ვინც საცეცი იყო საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლების. აი ახლახან ევროკავშირის ზოგადად და კონკრეტულად ელჩი ჰერჩინსკის მიმართ ხომ არ დაასრულა ამ დე-ფაქტო ხელისუფლება ბანდა ქართული ოცნებისა კამპანია და ახლახან იმედმაც გამოაქვეყნა ერთი საჯარო სახალხო გამოკითხვა 10 მაქსიმუმ ისიც რესპონდენტი გამოიჭირა. რასაკვირველი ეს 10 რესპონდენტი 100-დან გამოარჩიეთ, რომ 100 კაცი ჩაწერა. 100-დან 10-მა თუ უპასუხა ის, რაც უპასუხა, რომელსაც გაგაცნობთ, ახლა მოგასმენინებთ. 10-მა თუ უპასუხა ის, რაც უპასუხა, იმედმა ეს შესთავაზა და რატო გააკეთა იცით ეს ყველაფერი იმედმა? იმიტომ რომ მიიღო სუსიდან დავალება და მთელ ქართულ საზოგადოებას სუსმა ბიძინა ივანიშვილმა ქართული ოცნების დე-ფაქტო ხელისუფლებამ და ასე შემდეგ უნდა შეაძუნდათ რომ შეაძულონ ევროკავშირის სივრცე და თქვან რომ აი ჩვენ 28 ნოემბერს გავაკეთეთ ეს, ანუ 2024 წლის 28 ნოემბერს უარი თქვით ევროკავშირზე, ჩვენ მართებულად მოვიქეცით, იმიტომ რომ საზოგადოებაც აგე ამისკენ არის, ამის მომხრია. ახლა სტუმართ მოყარე ქართველი ხალხი დაბრუნდეს ძალადობის, სამოქალაქო ომის, სიღარიბის, გაჭირვების, კორუფციის ბნელ დროში. ხა წარმოიდგინეთ, ქართული ოცნების ამოცანაც ხომ ეს არის, რომ სტუმართ მოყარე ქართველი ხალხი არ დაბრუნდეს. გაჭირვების, იდე როგორი იყო რა სიტყვები იყო? ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ საქართველო და შესანიშნავი თბილისი სტუმართ მოყარე ქართველი ხალხი დაბრუნდეს ძალადობის, სამოქალაქო ჩვენ ქართული ოცნების ამოცანაც ეს არის, რომ სტუმართ მოყარე ქართველი ხალხი არ დაბრუნდეს ძალადობის, გაჭირვების, სამოქალაქო დაპირისპირების, სიღარიბის, გაჭირვების, კორუფციის ბნელ დროში. ეს ხო ქართული ოცნების ამოცანაც არის. რომელიმე ბანდიტმა, აი კახა კალაძემ რო თქვას, რომ ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ ქართველი ხალხი დაბრუნდეს სიღარიბის, გაჭირვების, სამოქალაქო ომის, რა ვიცი, დაპირისპირების და ასე შემდეგ ბნელ დროში. კახა კალაძეს ხომ ვაპატიებთ არასწორი სიტყვა, დადებითად ხომ სწორ სიტყვად ხომ ჩაუთვლის ტელეკომპანია იმედი. აი ჰერჩინსკი თუ ამბობს, ჰერჩინსკი თქვა რეალურად სხვა რამე. არ უნდა დავუშვათ, რომ საქართველო დაბრუნდეს გაჭირვების რაღაცა დაპირისპირების ბნელ დროში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ამ სახელმწიფო პროპაგანდამ ეს დაუტრიალა. რატომ გაკეთებს ამას ქართული ოცნება? ქართული ოცნება ამას აკეთებს იმიტომ, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ქართულ საზოგადოებას შეაძულოს ევროკავშირის სივრცე და აჩვენებს ასე საკუთარივე მაყურებელს, რომ თითქოს გამოკითხულები ვინც არიან უკლებლივ ყველანი ევროკავშირს ან კონკრეტულად ჰერჩინსკის აძაგებენ. აი ალბათ მოусმინოთ, რომელიც მაპატიოს მან და მოიძიოს ჩემი ტელეფონი და მე აუხსნი, რატომ არ უთქვამს ჰერჩინსკის არაფერი ცუდი, ისევე როგორც ხვებს ქალბატონებს თუ ვაჟბატონებს, რომლებიც ამ გამოკითხვაში მონაწილეობენ. მაპატიოს მან ესენი არიან რუსული პროპაგანდის მიერ, რუსული ანუ ქართული ოცნების პროპაგანდის მიერ ტვინი გამორიცხილები და ამ რუსული პროპაგანდის საცეცი არის მედიად წოდებული ტელეკომპანია იმედი და ის პროდიუსერები, რომლებიც ვერასოდეს გაექცევიან ამ ეგრეთ წოდებულ მორალურ პასუხისმგებლობას, რაც ხელბორკილების დადებას არ ითვალისწინებს, ხაზგასმით მინდა ვთქვა, მაგრამ მათ მარგინალიზაციას სამომავლო და ევროპულ საქართველოში კი ნამდვილად ითვალისწინებს, იმიტომ რომ არ შეუძლებელია, რომ აი ამ ადამიანებთან ერთად მოხდეს ერთი ქვეყნის, საერთო ქვეყნის აშენება, მებესმის შეთანხმების, მებესმის ხიდჭატეხილობის დასრულების აუცილებლობა, ამ უფსკრულის ამოვსების აუცილებლობა, მაგრამ ადამიანებმა, რომლებმაც ეს დაავალეს ამ ადამიანს ჟურნალისტად წოდებულს, ან ეს პროპაგანდა განახორციელებინეს ამ და ამდენი ხელფასის, ამდენი ხელფასის სანაცვლოდ და ესე ავნეს დამატებით საქართველოს, მათთან ერთად შუა დიდი ზღვარია, ხო? იგი სხვა და სიზვა სხვა. აი, მათი ქმედება ჟურნალისტიკა არ არის და ჩვენ ერთ ნავში უბრალოდ ვერ ვიქნებით. სახელმწიფოს აშენების ერთ ნავში ვერ ვიქნებით, მოусმინოთ გამიგზელდა სიტყვა ამ ქალბატონს და ხებსაც მოусმინოთ და შეძლებს ზოგადად უპასუხოთ თითოეულს თუ არა ბევრ მათგანს მაინც. რა იგულისხმება ჰერჩინსკი? აძულებს, ნახეთ. არის თუ არა ეს მუქარა? ნახეთ როგორ ტონალობაში ეკითხება ჟურნალისტად წოდებულს, რომ კითხულობს ამ ყველაფერს. მისი კი არ არის. აი ეს ყველაფერი ტელეფონში აქვს გახსნილი, პროდიუსერმა დაავალა, რომ ეს ჩაუკითხე ზეპირადო ამ რესპონდენტს და ამგვარი ფორმულირებით დაუსვი
კითხვაო და მე უკვე ეს შერჩეული ქალბატონი 10-დან 1 თუ 20-დან 1 თუ არა ვიცი 50-დან 1 პასუხობს იმას, რასაც პასუხობს და გაეხარდათ სწორედ ეს რომ ნახეს და მე სხვებიც ნახეს დასაკვირველია ჩვენ საზოგადოებაში 10-20 შეიძლება 30%-იც არის ამგვარი სამწუხაროდ twin გამორიცხილი რომელიც მართლა იჯერებს იმას, რასაც ეუბნებიან და იჯერებს იმას, რომ თავად დაამართალი და იჯერებს იმას, რომ ევროკავშირი არის ჩვენი მოწინააღმდეგე სივრცე. ამ ვიდეო ბლოგის ბოლოს მე უბრალოდ ერთ ყურადღებას გავამახვილებ თემაზე, რამდენად მნიშვნელოვანი სივრცეა ჩვენთვის ევროკავშირი. მოусმინოთ ქალბატონს უკვე როგორ გამიგზელდა მეც სიტყვა. რა თქმა უნდა არის მუქარა, მე არ ფიქრობ, რომ ხალხის ხმით უნდა ილაპარაკოს და ვინ დააჯერა ქალბატონი ეს თუ ვაჟბატონი მეორე რომ ხალხის ხმით ლაპარაკობს ხერჩინსკის ამბობს რომ საქართველოს დგას გზაგასაყარზე თუ თქვენ აირჩევთ სამოქალაქო დაპირისპირების მე და ეს ქალბატონი თუ ერთმანეთს გადავეკიდებით სამკვდროდ ეს არის სამოქალაქო ომი ვერბალური მოცემულ ეტაპზე და ღმერთმა დაგვიფაროს რეალური ანუ კონვენციური სამოქალაქო ომისაგან მაგრამ ხელისუფლებად წოდებული ბანდა და ტელეკომპანია იმედის სწორედაც რომ აღღვივებს სამოქალაქო დაპირისპირებას ჩვენს შორის ჩემსა და ამ ქალბატონს თუ უკვე შემდგომ რესპონდენტ ვაჟბატონს შორის. გონი გასაგდებია. ნახეთ, საითკენი მიხავს. ნახეთ, იმედს რეალურად სუს და სუს კი არა ბიზინა ივანიშვილს და ბიზინა ივანიშვილს კი არა რუსეთს. გონი გასაგდებია, რა საჭირო იყოს თუნდაც აი ხო შეიძლება მოჭრა და ეს აღარ გაუშვა. აი ამ კომენტარის ამ ნაწილის დატოვება. გასაგდებია ჰერჩინსკი, მე გეტყვით რომ ხელისუფლება განიხილავს მართლაც ჰერჩინსკის კონკრეტულად და საერთოდ ევროკავშირის წარმომადგენლობის დახურვის საკითხს. მაკაბოჭორიშვილი უწევს წინააღმდეგობას ამას როგორც შეუძლია, მაგრამ მაკაბოჭორიშვილის ხმა მაკაბოჭორიშვილს ხო არ ვაკებს ხადია, მაგრამ მაკაბოჭორიშვილი რასაკვირველია ვერაფერს გახდება თუ გადაწყვეტილება აბასთუმის უღრანებში იქნება მიღებული, ანუ ბიზინა ივანიშვილის ოფისში მაკაბოჭორიშვილს ვინ ჰკითხავს საერთოდ რამეს თუ ამეტანი გავებული დაიცავს ევროკავშირს ამ შემთხვევაში შეიძლება მაკაბოჭორიშვილი საერთოდაც გაანთავისუფლონ თანამდებობიდან. მე გეტყვით რომ ეს ყველაფერი მიდის იქითკენ რომ ჰერჩინსკი გააგდონ და საერთოდ დახურონ ევროკავშირის ოფისი. ჩვენ აღარ მივდივართ ევროკავშირისკენ და რა საჭიროა ოფისი, საჭიროა დროშა ევროკავშირისა, ესენი აპირებენ განიხილავენ უფრო ზუსტი ვიყო რომ ევროკავშირის დროშაც კი ჩამოხსნან სახელმწიფო ინსტიტუციებიდან დასაკვირველია კონსტიტუციას მოცემულ ეტაპზე ვერ ცვლიან, მაგრამ ესეც რო განხილვის საგანია პრინციპში თითოეულმა თქვენგანმა ჩემზე უკეთ იცის. რა თქმა უნდა არასწორია ეს კომენტარი რა და არის ქვეყნის საწინააღმდეგო და კეთილგანწყობა. ამ ქალბატონსაც მოვუწოდებ რომ მოიზიონ ჩემი ტელეფონის ნომერი, ჩაიზე ყავაზე დავაპატიჟებ ნებისმიერ მათგანს ამ სივრცეში თუ გარე სივრცეში და ნებისმიერს და ავუხსნით უგნებავთ მითხრან ვისთან ერთად მივიდია საჯარო პერსონებიდან ვის ენდობიან ჩემზე ბევრად მეტად და ისინიც აუხსნიან მათ წამოვიყვან ხულახტილად ლაპარაკობ პრაქტიკულად ყველაზე ვინც იმ მომენტისთვის მოიცლის წამოვიყვან და ისინი მოიცლიან და აუხსნიან ამ ამომრჩეველს არაჩვეულებრივ ქალბატონს არაჩვეულებრივ დედა იქნება წინა ამომრჩეველს წინა ქალბატონს წინა ამომრჩეველს არაჩვეულებრივ დედა ბებია იქნება შესაძლოა ეს ქალბატონის ბებია მე ვერ გეტყვით ნებისმიერს აღვხსნით რომ ხელისუფლება ანუ რუსეთი ტვინს რეცხავს ხელისუფლება ანუ რუსეთი ანუ ბიზინა ივანიშვილი ანუ რუსეთი ტვინს რეცხავს და გაძულებთ თქვენ ევროკავშირს როგორც სივრცეს. ამ ქალბატონსაც მოусმინოთ. არ არის ეს ევროკავშირს არ არის ეს ხო ეს ცხადია, მაგრამ ევროკავშირს სწორედაც რომ ევროკავშირს აქვს კეთილგანწყობა რომ არ ჰქონდეს ევროკავშირს. მაშინ ჩვენი ტერიტორიების ოკუპირებული ტერიტორიები რო აქვს, ხო, აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი, მათ აღიარებთ. რატო არ უღიარებია ამ ქალბატონს გვინდა ვკითხო რაც ქვია ცხადი. არ ვიცი პატივისცემას უნდა სწორედ მის ოჯახს რატომ არ უღიარებია? ამ კითხვას პასუხი არ არსებობს. თუ კეთილგანწყობა არ აქვს ევროკავშირს ჩვენს მიმართ, რატომ არ აღიარეს აფხაზეთის დამოუკიდებლობა? რა უშლიდა ეხა ხელს რომელიმე ერთ ქვეყანას ან მთლიანად ევროკავშირის სივრცეს? გადავიდეთ კაცზე, მამაკაცზე, ვაჟბატონზე, რომელიც ამ ქალბატონის შემდეგ იქნება. ოღონდ მე ყველაფერს არ გაჩვენებთ, ეგ რა მაგის პასუხია. სურვილებს მოა ყველაფერი ცუდ. აი, ფარსია ვაფშე. თუნდაც არანაობა, ჩემთვის კავშირი აღარ არსებობს. ჩემთვის და ზოგადად დაიმახსოვრეთ რა. 20-30 წლისთვის ევროკავშირი ძალიან დაშლილი იქნება. ძალიან დაშლილი არ იქნება ამ კაცხვაშორის მე ნაწილობრივ ვეთანხმები ხო განსხვავებული პოზიციები გვაქვს, მაგრამ 20-28-30 წლისთვის სავარაუდოდ ხო ამას 20-30-ისთვის 2030 წლის
ცლივსთვის ხო ევროკავშირი დაშლილი არა, მაგრამ ტრანსფორმირებული იქნება, იმიტომ რომ მან ბევრ გამოცდას ვერ გაუძლო რასაკვირველია, მაგრამ ევროკავშირი დამოუკიდებლად იმისა როგორია ის ჩვენთვის არის უალტერნატივო სივრცე, ამ კაცსაც ავუხსნით, ამიკავშირდეს, მოიძიონ ჩემი ტელეფონით ვარცხნები, საჯაროდაც იზრდება, 5-5-1-ზე იწყება, არ გეგონოთ რომ 5-7-7-ზე და დამიკავშირდით ნებისმიერს, ვისაც დაადებენ ხელს, ვისაც ეცლება ცხადია, მე წამოვიყვან, დავლიოთ ყავა, დავლიოთ თითო ჩიქა ღვინო, ამ მამაკაც მიმართავ პირველ ყოვლისა, დავლიოთ თითო ჩიქა ღვინო, დავლიოთ ყავა, დავლიოთ ჩაი, ნებისმიერ სივრცეში შევიკრიბოთ, რამდენიც ვიქნებით თუ იქნებით და მე გაგესაუბრებით თემაზე, რამდენად მნიშვნელოვანი სივრცეა ჩვენთვის. სივრცეა ჩვენთვის, იმიტომ რომ ევროკავშირიდან დასავლური სივრცე მთლიანად ალტერნატივაა რუსული სივრცისა, რომელიც გვჩეხავდა, გვანგრევდა, სახელმწიფოს გვისპობდა საუკუნეზე მეტი 226 წელიწადი, 227 წელიწადია უკვე ასე გრძელდება და თუ მანამდელ პერიოდსაც არ ვიგულისხმობთ, მე ვიგულისხმობ 1801, 1800, 1801, 1802 წლიდან და 1811 წლიდან დასაკვირველია, ასე რომ უყვარს ამ კაცს, უყვარდა პატრიარქი ილია მეორე და ეს კაცი აუცილებლად იქნებოდა პატრიარქი ილია მეორის გასვენებაში. უნდა იცოდეს, რომ აი პატრიარქი ილია მეორის საპატრიარქო ეკლესია, მოდი ასე ვიტყვი, აღდგენილი მეტწილად რასაკვირველია, სწორედაც რომ პატრიარქი ილია მეორის მიერ 1977 წლიდან დანგრეული იყო 1811 წლიდან, სწორედაც რომ რუსეთის მიერ და უნებურად ეს კაცი გამოდის რუსეთის მოკავშირე. საკითხვა არ უნდა. მაგას ვირიდან რა. ახეთ, აი ამის ამოჭრა ხო შეეძლო იმედს, რომ მაგ კაცს აი ამომრჩეველი ერთი ამბობს, რომ ვერ იტანს ჰერჩინსკის. ხო შეეძლო, რომ ეს ზიზღის ენა ჰერჩინსკის და შესაბამისად ევროკავშირის მიმართ არ გაეღვივებინა და მე კარგ ამასობაში და აღარც აქ პრინციპში მნიშვნელობა, იმიტომ რომ ყველა ერთი პათოსის არის არ გაეღვივებინა საკუთარ ამომრჩეველში, არა საკუთარ მომხმარებელში, აუდიტორიაში, რომელსაც ის წვდება, მისი სიგნალი წვდება და რომელიც ენდობა ტელეკომპანია იმედს, მაგრამ იმედმა ეს გააკეთა შეგნებულად. რუსთავი 2-ც თუ გააკეთებს გავს, გააკეთებს შეგნებულად და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და მიზანი არის რომ ხელისუფლებაში იმძლავროს როგორღაც მოსაზრებამ იმის თაობაზე რომ საქართველოს უარი ხო თქვა ევროკავშირში გაწევრიანებაზე შეჩერება გამოაცხადა ირაკლი კობახიძემ, ახლა უკვე ღიადაც გააგდოს წარმომადგენელი დახუროს წარმომადგენლობა ევროკავშირისა, არ მივდივართ რა, კარგად იყავით თქვენ ჰერჩინსკის უთხრას ან ნებისმიერ მომავალ დიპლომატს, ვინც შეიძლება ჩამოვიდეს საქართველოში ჰერჩინსკის შემდეგ. ეს განიხილება კვლავ ვიმეორებ, ეს გადაწყევეტილი არ არის, ელოდებიან აბასთუმის უღრანების ბინადრის ბრძანებას ამასთან დაკავშირებით და ის კიდე ფიქრობს უფრო ზუსტი რო ვიყო, ერთი ვერსიით აშვებინებს შეცდომებს ამ საკუთარივე ბანდას, რომელიც ერთიანად ჩაფარცხოს ამ თეორიას მისდევს ზოგი ჩვენგანი, რასაკვირველია, მაგრამ რა ვერ დადგაო დროო რომ ბიზინა ივანიშვილმა მიიღოს საკუთარივე გუნდის წარმომადგენლების წინააღმდეგ გადადგას ნაბიჯები, ამას თუ იტყვის ვინმე, ხო? გადამწყვეტი ნაბიჯები, თორე ეგრე 2, 3, 5, 7 მიუსხიპავსგანა. არა, ეს კითხვაც ლეგიტიმური იქნება. ჩვენში რომ დარჩეს, ხო არ ემგავაერთიარებ ერთ თემას, მამუკა მდინარაძე სთან დაკავშირებით ამბობენ რომ გააფუჭაო ბიზინა ივანიშვილმა, აგე გენერალ-მაიორი გახდა და იმავე დღეს მოხსნა და გადაიყვანა სადღაც არ არსებულ სამინისტროში, სახელმწიფო მინისტრის ფუნქცია აქვს მასთან, თუმცა აპარატი არ ეყოლება, ანუ 10-15-20 კაციც კი ვინც ემუშავება და ეთქვის რომ ბატონო მამუკა ამასთან დაკავშირებით გავაკეთოთ კომენტარი, ან ის გადაწყვეტილება მივიღოთ მდივანის დონეზეც კი არ იქნება მამუკა მდინარაძესთან არავინ იქნება და ის პირდაპირ ადმინისტრაციაში იმუშავებს და რა ფუნქციები დაეკისრება, სიმართლე გითხრათ კი წავიკითხება რა პირველი გავიგე, მაგრამ არსებობს მეორე ვერსიაც, გაგონილი ჩემს მიერ ცოტა ხნის წინ, იმასთან დაკავშირებით, რომ მამუკა მდინარის და მამუკა მდინარაძეს ამზადებს ირაკლი კობახიძის შემცვლელად ბიზინა ივანიშვილი, აი ესეთი როქს გააკეთებს, ირაკლი კობახიძეს გადაისვრის პარტიაში და მამუკა მდინარაძე იქნება Prime Minister of Georgia. მე ამ ვერსიის სიმართლე გითხრათ არ ვჯერა, ნაკლებად ვჯერა. მოდი ასე ვიტყვით, მაგრამ მეორე თუ მესამე მხრივ არავინ უწყის ბიზინა ივანიშვილის ჭორვილურ აბასთუმურ გონებაში რა ნაბიჯებია.
და გეგმით თან სპონტანური კასიც არის ნაწილობრივ მაინც მარცხენა ფეხზე თუ დგება ერთ გადაწყვეტილებას იღებს მარჯვენა ფეხზე თუ დგება მეორე გადაწყვეტილებას იღებს თუ ორივე ფეხი ერთად ჩამოყო მაღალი შემაღლებული ლოგინიდან მესამე გადაწყვეტილებას იღებს და კიდე რაღაც მეოთხე უნდა რომ გამოუვიდეს და მეხუთე გამოსდის და მე ნანობს და მე საკუთარ თავს ეწინააღმდეგება და ბიზინა ებრძვის ბიზინას ego ებრძვის ალტერ ეგოს ბიზნესში არსებული რამდენიმე ეგოც ალბათ არსებობს რაღა დაგიბალოთ და მაგრამ ბოლო პერიოდია მძლავრობს სწორედაც რომ ეს ანტიევროპული რაღა ბოლო პერიოდია მეც ვამბობ რა ანტიევროპული ბიზნა ანტიევროპელი ბიზნა ამარცხებს თუ რამ ევროპელობისა ეცხამას ცხიამას აღარ ცხია ხო თუ რამე ჰქონდა ევროპელობისა იმას რახანია ამარცხებს განსაკუთრებით 2022 წლიდან ვერ გაუგია ბიზნა ივანიშვილს რომ ფოთოლზე რომ მოგვიწიოს. აი, პირდაპირ მნიშვნელობით არა რასაკვირველია, მაგრამ აი ტროტუარებიდან თუ გაგვდევნიან და მაინც ქართული ხალხი გააპროტესტებს ამ მარწუხებს. სულ რომ ვეორმა თქვას, რომ სულ დაალაგდნენ ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ხო? ჩვენ მაინც გავაპროტესტებთ. ეს უნდა გაიგოს, იმიტომ რომ ამერიკის შეერთებული შტატები კი არა, მამა ღმერთიც რომ იყოს თქმელი იმისა, რომ ბიზნა ივანიშვილი კარგი მმართველია, ბიზნა ივანიშვილმა ყველაფერი გააკეთა ისე, როგორც უნდა გაეკეთებინა და ბიზნა ივანიშვილს სწორად მიყავს ქვეყანა, ჩვენ იგულისხმება ქართველი ხალხის ის ნაწილი, თუ გდებავთ ასე ვიტყვი, რომელიც ქუჩაში არის, ჩვენ ამას მაინც არ მივიღებთ და არ შევეგუებთ. და ბოლო წინადადება ისევ და ისევ ტელეკომპანია იმედზე. დაასრულოს იმედმა არ მოუწოდებ მე მას. და ასრულოს მამუკამდინარაძე, არც მას მოუწოდებ, არც გელაძეს, არც შმელაძეს, არც კობახიძეს, არც და ასრულოს ბიზნა ივანიშვილმა მეთქი ასე ვიტყვი, არც ბიზნა ივანიშვილს არ მოუწოდებ, რომ დასრულდეს ეს სიძულვილის კამპანია ევროკავშირის მიმართ. არა. გელის თავზე სახარების კითხვას ახკავს ეს ყველაფერი. არავითარ შემთხვევაში ისინი არც არ მოუწოდო ჯერ ეგეთი ვინ დაასრულებს კაცო ამაზე დგანან, ხო? ან ანტიევროპელობაზე დგანან. მაგრამ ის კი უნდა იცოდეს ყველამ ინდივიდუალურად ტელეკომპანია იმედში ასე მაგალითად ვინც მუშაობს რომ დიდი პასუხისმგებლობა და ეკისრებათ რაც არ გულისხმობს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას მაგრამ გულისხმობს მათ ბუნებრივ მარგინალიზაციას და ხანდახანზე იშვიათად მაგრამ გული რომ მომიტრიალდება ხოლმე და როცა ვეუბნები საკუთარ თავს მე ერთიც აქ ხურავს მე და მაგდა ანიკაშვილს პირობთ ლაპარაკობ ხო ადრას გადავეკიდე ამ მაგდა ანიკაშვილს ნებისმიერ პრინციპში ვინც იქ არის სონღულაშვილს სონღულაშვილია ერთიც აქ ხურავს ამას რომ ვამბობ და იქნება და ღირდეს ნათია ქვია თუ არ ვწდები რომ მოდი ჩამოვართვათ ხელი და უთხრათ რომ ნათია იცი მართლა შენი შვილების არ ვიცი ოჯახური მდგომარეობა შენი შვილების ჩემი შვილების მომავლისთვის აუცილებელია რაღაცა შეთანხმება ისი რა არის აი მოდი ვეზებოთ რაც გვაერთიანებს და არა ყოფს და ასე შემდეგ და მართლაც ხანდახანზე იშვიათად წამფიქრებია გულახსოვდათ გეტყვით ისეთ დანას გარტყავენ ზურგში მე რა სახელმწიფოს არ ტყავენ ისეთ დარდას არ ტყავენ რომ თბილი კბილისწილ თუ ესეა შემოკარგებო მიუხედავად იმისა რომ ამის თქმელი თუ ვიქნებოდი გულახსოვდათ გეტყვით ძნელად თუ წარმომედგინა ესენი აპირებენ განიხილავენ უკაცრავად ევროკავშირის წარმომადგენლობის დახურვას აქ ბუნებრივია ჰერჩინსკის გაგდებასაც და ამით საბოლოოდ ყველა პატარა ძაფის გაწყვეტასაც კი ევროკავშირის სივრცესთან მაგრამ მაისიო დავლაგდებით ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ხო ესე თქვა. მე ვერმა გაიხსენა ხორცდები ჯანსუკახიძის ხო გასაგებია, მაგრამ პეტრე გრუზინსკისაც პეტრე გრუზინსკის ეკუთვნის ტექსტი მოვა მაისი ჯანსუკახიძე რო ასრულებს ჩარკვიანი ხო წამოვწდა ხო ჯანსუხკახიძე რო ასრულებს შესაძლოა თუ ჯანსუხის არის ტექსტის და ავტორი ან თანაავტორი მოკლედ არ ვიცი თუ არ ვცდი პეტრე გრუზინსკიც არის ნუ ვარ გადამოწმევინებთ ახლა არა აქვს ამას პრინციპული მნიშვნელობა ბევრმა გაიხსენა მოვა მაისი მე გავიხსენე სხვა სიტყვები ავტორი გალაქტიონ დაბიძე და გეტყვით ნახეთ გადააკეთეთ თუ გნებავთ თქვენ ამ მაის რო დადგა ამ ივნის რო დადგება ამ ივლის გადირეკს ნოემბრის ბაღები ხურვალე ვნებები ჩაივლის სასახლის ჩაქრება ჭაღები ეს უკანასკნელი სიმართლე გითხრათ შემიძლია გადავაკეთო და ვთქვა ბიზნეს სასახლის ჭაღები ჩაქრება როცა იქნება მაშინ ჩაქრება ანუ რო გახედავთ ხოლმე ანთებული ჭაღები აღარ იქნება პატრონი სად იქნება ვერ გეტყვით ამავე ლექსია თუ არ ვწდები შეშლილის კვითელივით შეიძლება ირბინოს აქეთ იქით და მე დადგება ეს
მორალური პასუხისმგებლობის, არა ბორკილების დადების, არამედ მარგინალიზაციის, თქვენი მარგინალიზაციის ძიმე, ჟამი. ნახვამდის. ძიმე სიტყვა იყო, ხო? ესე მოგეჩვენათ? ვინც ნახეთ? უფრო მძიმეებიც არსებობს. რა საკვირველია.